მას შემდეგ, რაც გურამ და დავით კაკულიები სექტემბრის დასაწყისში საზღვარს უკანონოდ კვეთენ, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მკვლელობის დღის შეათვლით კონსპირაციული შეხვედრებისთვის იყენებდნენ ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლს, ჭავჭავაძის გამზირზე. კადრებში დაფიქსირებულია ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებული სახლის საპარკინგე სივრცე, სადაც გადაადგილდებიან ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულები, როგორც უშუალოდ მკვლელობის დღეს, ასევე მკვლელობამდე არსებულ დროის პერიოდში, სადაც ისინი მითითებებს იღებენ ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში დროებით დაბინავებულ გურამ და დავით კაკულიებისგან. 15 სექტემბერს 11 საათსა და 21 წუთზე ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებულებმა გიორგი კავილაძემ და ალეკო ჭელიძემ მას შემდეგ, რაც ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებული სახლი დატოვეს, გაემართნენ ნიკოლოზ კვარაცხელიას სახლისკენ და ჩასაფრება მოუწყვეს მას. ნიკოლოზ კვარაცხელიას სახლიდან გამოსვლის შემდეგ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე მას აედევნენ. ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის შემდეგ გიორგი კავილაძე და ალეკო ჭელიძე განზრახვის სისრულეში მოყვანის შესახებ დაუყოვნებლივ ატყობინებენ ძმებ კაკულიებს და ბესარიონ ჟვანიას, რის შემდეგაც გურამ და დავით კაკულიები სასწრაფოდ ტოვებენ ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებულ მათ დროებით საცხოვრებელ სახლს. ბესარიონ ჟვანია ეზოში ელოდება გურამ და დავით კაკულიების გამოსვლას, თუმცა ისინი განზრახ არიდებენ კომუნიკაციას თავს. ბესარიონ ჟვანია ადის მისი ოჯახის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში და იშორებს კაკულიების ამავე სახლში ყოფნის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.
ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის შემდეგ გიორგი კავილაძე და ალეკო ჭელიძე თავიდან იშორებენ მკვლელობის ჩადენაში მათ მამხილებელ მტკიცებულებას. მობილურ ტელეფონს, სადაც ინახება ინფორმაცია დანაშაულთან დაკავშირებით. ძმებ კაკულიევთან კომუნიკაციის შესახებ. ყურადსაღებია, რომ გადაგდებულ ტელეფონში აღმოჩნდა გურამ კაკულიას ფოტოები და აუდიო ჩანაწერი, რაც ადასტურებს ტელეფონის კაკულიების მიერ ფლობას, რომელიც მათ ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზების პროცესში კომუნიკაციის მიზნით გადასცეს.